Poscriptum პირდაპირ ეთერშია სულ ცოტა ხანში ჩვენ ქალაქის მერს გიგი უგულავას გავესაუბრებით, მანამდე კი გაფიცულმა მძღოლებმა ქართული ოცნების დეპუტატთან ერთად დღეს მერიას ულტიმატუმი წაუყენეს მძღოლების უკვე ერთი თანამდებობის პირთა მოხსნის შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატი მერიას ფინანსური შემოწმებით დაემუქრა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალიდან შესაძლოა თბილისში მეტროპოლიტენი გაიფიცოს. პაატა იაკობაშვილი დღის ცხელი ამბებით. პასუხი ბატონაკაკი ministrების აზრი თუ არ არის გასათვალისწინებელი, მაშინ ესენი ყოფილან რა. ეს დაპირისპირება თბილისის მერიაში ყვითელი ავტობუსების მძღოლების გაფიცვის დღევანდელი გაგრძელებაა. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მძღოლები სწორედ მათ გადადგომას მოითხოვდნენ. კონკრეტული კითხვა დავსვიმე. ამ ხალხის უკან 10,000-ობით თბილისელია და ამ ხალხს გაგეპეს პასუხისგებლობაც გაზიარებული აქვს. ამიტომ არის რომ ჯერ ყვითელი ავტობუსები, პატარა მიკრო ავტობუსები ჯერ არ გაფიცულან თბილისელების ხათრით. ანუ რაშობით განცხადებასაკეთებ პრომოვალგაფიცვაზე? არავითარ შემთხვევაში მეტროპოლიტენი არ გაფიცულა, იმიტომ არა, გეტყვით. თქვენ ელოდებით მაგათ გაფიცვასაც. დესტაბილიზაცია კიდაც ქალაქში მოაწყოთ. ყვითელი ავტობუსების მძღოლებთან ერთად დღეს თბილისის მერიაში ქართული ოცნების დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი მივიდა. შეხვედრაზე ის გაფიცულების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის ლევან კოპლატაძის დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვდა. პასუხს ელოდება ხალხი და უბრალოდ პასუხს. რაც დაგვაბარეს, ისინი ელოდებიან ან გვითხრას, ხო, ან არა. აი ეს აინტერესებს ხალხს. შეხვედრაზე დაპირისპირების შემდეგ დეპუტატი ჯაჭვლიანი მერიის შენობასთან შეკრებილ მძღოლებთან გამოვიდა და მათ ახალი მთავრობის მხარდაჭერას დაპირდა. ჯაჭვლიანი მერიას ფინანსური შემოწმებითაც დაემუქრა. გავაკეთოთ ყველაფერი, თუ ეს არ შესრულდება, ჩვენ ხვალ მერე ჩამოუყალიბდებით იმ ყველაფერზე, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი. შემდგომი ნაბიჯი იქნება რა? ახლა დარჩეულ მთავრობას თქვენ ხომ ენდობით? შემოვა აქ ყველა ის სამართალ დამცავი, ვინც ზედმიწევნით კაპიკ შეამოწმებენ რა ხდებოდა აქ. მძღოლების გაფიცვას, რომელიც მეოთხე დღეა გრძელდება, სოლიდარობა გამოუცხადეს მეტროპოლიტენის თანამშრომლებმაც. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში გაფიცვას მემანქანეებით შეუერთდნენ. თბილისის მეტროპოლიტენი აგრძელებს მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში. ჩვენ სოლიდარობას უცხადებთ ჩვენ კოლეგებს, ყვითელ ავტობუსის მძღოლებს თავეთი მოთხოვნებში. ჩვენც გვაქვს ასევე ჩვენი მოთხოვნები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადავეცით საკრებულოს. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა მძღოლების მოთხოვნების ნაწილის დასაკმაყოფილებლად მზადაა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ხელფასების გაზრდა ამ წლის ბოლომდე შეუძლებელია. რა დღესაც გამოცხადდება თბილისის ბიუჯეტი, იმავე დღიდან დაიწყება მძღოლებთან მოლაპარაკება უკვე ხელფასების გადახების საკითხს. მათთან ერთად წარმოადგენლ პოლიტიკური პარტიების მიერ დასმული იყო საკითხი, რომ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს არ აქვს სურვილი გააგრძელონ მუშაობა თბილისის მერიასთან ერთად. რაზეც რა თქმა უნდა შესაბამისად ვთხოვეთ მათ, რომ არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება. პარალელურად მერიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თბილისელებს ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობის გამო და მძღოლების მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას აკეთებს. მძღოლების მიერ წარმოდგენილია 16 პუნქტიანი მოთხოვნა, რომელთაგან 15 ტექნიკურ ხასიათს ატარებს და სატრანსპორტო კომპანია აკმაყოფილებს მათ. გადაუწყვეტელი რჩება მოთხოვნა, რომელიც მძღოლების ხელფასის გაორმაგებას ეხება. ხელფასის ზრდა მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდა. მძღოლები თვეში 12 დღის განმავლობაში მუშაობენ და თვიურ ანაზღაურებას პატარა ავტობუსებზე მომუშავე მძღოლები 800 ლარს, ხოლო დიდ ავტობუსებზე 900 ლარს იღებენ.
უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქში ავტობუსები აღარ მოძრაობს. თავად მძღოლების გარდა მათსავე ინტერესების დამცველებად საკრებულოს სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლებიც გამოდიან. დღეს მათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებით შეუერთდა. ბრალდებები სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების გარდა დედაქალაქის მერის მისამართითაც ისმის. გიგი უგულავა თანდათან კარგავს კონტროლს ქალაქის მართვაზე. იგი ამაოდ ცდილობს არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენებას და მოსახლეობის შეცდომას შეყვანის მიზნით ხელს ახალი ხელისუფლებისაკენ იშვერს. გადაიზარდა თუ არა სატრანსპორტო კრიზისი და სამედიცინო დაზღვევის გაუქმება პოლიტიკურ დაპირისპირებაში. ორი კვირაა თბილისის მერია და ახალი მთავრობა ურთიერთობებს ტელეეთერის საშუალებით არკვევენ. უგულავას შეთავაზების მიუხედავად მოლაპარაკების დაწყება ჯერ ვერ მოხერხდა. უშედეგოდ დასრულდა ქალაქის მერის მცდელობა საკითხი მთავრობის ხდომაზე გადაეწყვიტა. ბატონო როცა გამიხილავ საკითხს საკითხად ჩავფეთარია. მე ვთვლი რომ ეს საკითხი საკმაოდ საჩქაროა. გასაგებია რომ თქვენ ხართ, მინდა მოგილოცოთ პირველ რიგში და მეორე თუ მთავრობა აპირებს ამ საკითხის განხილვას, იმიტომ რომ მთავრობის გავიგე რომ არ აპირებთ და ეს თქვით რატო იშლით ნერვებს კაცო. პირველადაც იგივე ტონალობაში საუბრობდით და იცოდეთ რომ სუბორდინაციის საკითხს მაშინ შეგახსენებთ და ამით თქვენი სრებართვით დაგტოვებთ. თვითმმართველობა არ ექვემდებარება ცენტრალურ მთავრობას. კანონით დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრს არ ექვემდებარება, მაგრამ სწორედ დღევანდელი პრემიერის ხელთაა ცენტრალური ბიუჯეტის ფინანსური წყაროებიც და საკანონმდებლო უმრავლესობაც. დიდი მადლობა. კარგად გამდევრდით შეურაცხყოფების გარეშე შეიძლება დავასრულოთ. მძღოლებმა თავისი მოთხოვნების შესრულების ბოლოვა და დღამის 12 საათი დაასახელეს. და პოსტკრიპტუმის პირდაპირ ეთერშია დედაქალაქის მერი ბატონო გიგი უგულავა. საღამოშვიდობისა ბატონო გიგი. საღამოშვიდობის. ჩვენს ეთერში მონაწილეობისათვის მერიას ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენეს და რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ და ხომ არ ართულებს ამ პროცესს რაღაც გარკვეული პოლიტიკური კომპონენტი, რომელიც მთელი კვირა ამ ურთიერთობებს დაყვება, ასე ვთქვათ. სამწუხაროდ თქვენ მართალებს ბრძანდებით საკითხი წმინდა წლის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, სიუჟეტიდანაც კარგად ჩანდა. ორი საკითხი იყო, მე ერთმანეთისგან გამოვყოფთი ამ ორ საკითხს. დღეს ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ხვალიდან მაინც ავტობუსებმა დაიწყოს ფუნქციონირება, იმიტომ რომ ამ გაუთავებელ ორომტრიალში და პოლიტიკურ კინკლაობაში და ხელის გადაგრეხვაში, რაშიც ახლა უკვე ჯაჭვლიანით ჩაერთო, თბილისელები ზარალდებიან. ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ესეთი სიტუაცია და თავიდანვე ვთხოვდით საკრებულოს ოცნების წარმომადგენლებს, რომ ამ საკითხს მოეკიდონ ფაქიზად და ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე მოხდეს ამ საკითხის გადაწყვეტა. სამწუხაროდ არ ვიცი იმის გამო, რომ ასეთი ინერციით მოქმედებდნენ და ჯერ ვერ გაითავისეს ის ფაქტი, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და მათ მეტი პასუხისმგებლობა მოეკითხებათ, იმის გამო, რომ უბრალოდ აღიზიანებთ და მერია რაღაც დაუმორჩილებელ რგოლად ყავთ წარმოდგენილი თუ სხვა რამის გამო, მე არ ვიცი. ფაქტია, რომ პირდაპირ შტეიკბრეხერობა მიდის სატრანსპორტო კომპანიით, მანიპულირება ხდება, რაშიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები ზარალდებიან. სწორედ ამის გამო მე მინდა გავაკეთო შემდეგი ხასიათის განცხადება. თუ პრობლემას წარმოადგენს ის ორი პიროვნება, ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც გადადგომასაც მძღოლები თუ ოცნების პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ითხოვენ, ეს ორი ადამიანის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. ოღონ არის რამდენიმე წინაპირობა, რომელიც ჩემის აზრით უნდა შესრულდეს და მთავარი წინაპირობა არის ის, რომ ხვალდილიდან მძღოლებმა უნდა დაიწყონ მუშაობა. მათ აღარც ბატონ აკაკი ჯოხაძესთან, არც ბატონ კოპლატაძესთან ექნებათ საქმე. მაგრამ საქმე და პრობლემა ვინაიდან არის გაცილებით უფრო ღრმა და რთული, მე ცენტრალურ მთავრობას და პოლიტიკურ კოალიცია, მართლ კოალიცია ოცნებას ვთავაზობ უფრო ჩემის აზრით ლოგიკურ და სწორ გამოსავალს. თქვენ იცით, რომ ეს კომპანია, ტრანსტბილის სატრანსპორტო კომპანია, შედგება 5700 თანამშრომლისაგან, რომლისაგან 1200-ია დღეს გაფიცული. მე დანარჩენ თანამშრომლებს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო გაწეული მუშაობისთვის, იმიტომ რომ ისინი პირნათლად ასრულებენ თავის სამუშაოს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 16 მოთხოვნიდან 15 პრაქტიკულად აკმაყოფილებულია და
თქვენ დედამიწის ზურგზე ვერსად ვერ ნახავთ კომპანია, სადაც წელიწადში ხელფასები ორჯერ იზრდებოდეს. შეგახსენებთ, რომ ამ მძღოლებს ხელფასი გაეზარდათ ივნისში. პატარა ავტობუსზე მომუშავე მძღოლებს 800 ლარი აქვთ, ხოლო დიდ 900 ლარი. ისინი მუშაობენ 12 დღე თვეში, 40 საათი კვირაში და ჩვენ ასევე უწყობდით ხელს და მაქსიმალურად ვცდილობდით და რეკომენდაციას უწევდით მათ, რომ თავისუფალ დროს ბევრი მათგანი მუშაობს მარშრუტკაზეც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით მათ გვერდზე დგომას. მაგრამ ვინაიდან სახე ამან ყველაფერმა მიიღო მართლაც პოლიტიკური ხასიათი, არის ინსინუაცია თითქოს იქში და ოპტიმიზაციით შეიძლება იმდენი ხარჯების გამონახვა, რომ ხელფასის გაზდა შესაძლებელი, მე მხოლოდ მოხარული ვიქნებოდი ამითი. ამიტომ ხვალ დილით ჩვენი სახელით ეკონომიკის სამინისტროში შევა წერილი და ჩვენ ვთხოვთ ცენტრალურ მთავრობას მთელი კომპანია წაიღოს მუნიციპალური საკუთრებიდან სახელმწიფო საკუთრებაში. ეკონომიკის სამინისტრო როგორც არის მაგალითად რკინიგზა ნებისმიერი 500 კომპანია, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში წარმოადგენს. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ საშუალება დანიშნონ კოპლატაძის მაგიერ ახალი ადამიანი, ან აირჩიონ, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება, რომელიც მათთვის იქნება ესე ვთქვათ, ხელსაყრელი და ჩაითვლება, რომ ეს ადამიანი არის კომპეტენტური და თბილისის მერიასთან საერთოდ არანაირი შეხება კომპანიას აღარ ექნება და პირდაპირ ეკონომიკის სამინისტრო, ანუ ცენტრალური მთავრობა, ანუ პრემიერ-მინისტრი, ან სახელმწიფო ბიუჯეტი თვითონ განახორციელებენ ამის მართვას, ისევე როგორც გითხარით, ეს ხორციელდება მაგალითად რკინიგზის შემთხვევაში. ამითი მე ვთვლი, რომ დაკმაყოფილდება იმ მძღოლების უმრავლესობის სურვილი, რომ საერთოდ არ ქონდეთ მერიასთან შეხება. აქვე განმარტებას გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია თუ არა ეს კანონმდებლობით. კანონმდებლობით ეს სრულიად შესაძლებელია, იმიტომ რომ თბილისის შესახებ კანონის მიხედვით მერიას ევალება ტრანსპორტის ორგანიზება. ტრანსპორტის ორგანიზება არ ნიშნავს საკუთრებას, იმიტომ რომ ტრანსპორტის ორგანიზების ნაწილში არსებობს კერძო ოპერატორებიც, მაგალითად სამარშრუტო ტაქსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ტრანსპორტის ორგანიზება გულისხმობს სუქნიშნების მუშაობას, მარშრუტების განსაზღვრას, გაჩერებების დისლოკაციის ადგილების განსახმას, მონიშნვას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ინტელექტუალურ სამუშაოს გულისხმობს, რასაც მერია პირნათლად გააკეთებს და აბსოლუტურად უანგაროდ დაეხმარება ეკონომიკის სამინისტროს და ამითი მე ვთვლი, რომ საერთოდ მოიხსნება მთლიანად ეს საკითხი. მე მქონდა ეკონომიკის მინისტრთან საუბარი რამდენიმე 1 საათის წინ. პირველი რეაქციით ვერ ვიტყვი, რომ ის აღფრთოვანებული დარჩა, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი დეპუტატების ქმედებაზე. მე ვამბობ პირდაპირ, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის, ესე ვთქვათ, შეტევა და ამითი ზარალდებიან თბილისელები. იმის გამო, რომ არ დაზარალდნენ თბილისელები, მოიხსნება მთლიანად პრობლემა იმ ორი ადამიანის, თუ ის ორი ადამიანია პრობლემა. ამ შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელი და ტრანსპორტის ამ ხალხის პრობლემა მთლიანად მოიხსნება იმითი, რომ მერიასთანაც საერთოდ შეხება არ ექნება ფლობის კუთხით კომპანიას. ამითი მე ვთვლი, რომ ეს იქნება ყველაზე ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილება და თბილისელები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებიან, რასაც ელოდებიან, იმიტომ რომ ამინდი კიდევ უფრო გაფუჭდა და ავტობუსების არ გასვლა უბრალოდ დანაშაულის ტოლფასი გახდა. აი ამასთან დაკავშირებით გიგი, საუბარი იყო მეტროპოლიტენის შესაძლო გაფიცვაზე. ხომ არ გამოიწვევს ეს დედაქალაქის პარალიზებას და საერთოდ დათვლილია თუ არა აი ამ დღეებში მიყენებული ზარალი საერთოდ ქალაქის ეკონომიკისათვის? მე მოგახსენებთ, რომ ავტობუსები და მეტრო ერთიან სატრანსპორტო კომპანიაში შედის და როდესაც საუბრობ ამ ერთიანი კომპანიის 100%-ის წილის თვითმმართველი ერთეულიდან ცენტრალურ მთავრობაზე, ცენტრალურ ხელისუფლებაზე გადაცემას გულისხმობ, რომ ეს კომპანია მთლიანად მეტროპოლიტენიც და ავტობუსებიც გადავა კომპანია ეკონომიკის სამინისტროს, ესე ვთქვათ, მმართველობაში და ეკონომიკის სამინისტრო დანიშნავს ახალ ხელმძღვანელს. რაც შეეხება ზარალს, პირველ რიგში ეს არის ძალიან სერიოზული დისკომფორტი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო, იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ ჭიდაობას, რაც ღმერთი მოწმეა, რომ ჩვენ არ დაგვიწყია და დაიწყო სამწუხაროდ
თავიდან ეს როგორ ჩანს დაიწყო უპასუხისმგებლობით და შემდეგ ისე შეტოპეს რომ აღარ იციან როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და დაიწყო უბრალოდ ესეთი გადაბრალება. ამის გამო სწორედ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მე მინდა კარგად ავუხსნა ხალხს, არავის მთავარი საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ თბილისელებს დიდად არ ადარდებს საკუთრება ვისი იქნება ამ კომპანიის მერიის თუ ცენტრალური მთავრობის, თავარია რომ ავტობუსებმა იაროს მოგეხსენებათ ერთი წელია ჩვენ დავნერგეთ საბარათე სისტემა, ფასდაკლების სისტემა, ამუშავდა ახალი დარიცხვის მეთოდი და საათნახევრის განმავლობაში 50 თეთრით შეგიძლია ადამიანმა იმგზავრო გადაჯდომების მიუხედავად ავტობუსში იქნება თუ ეს მეტროში, შესაბამისი ტაბლოები დამონტაჟდა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ეუბნება მგზავრს რამდენ წუთში მოვა ესა თუ ის ნომერი ავტობუსი და საით მიემართება, გაკეთდა ესე ვთქვათ ონლაინ პორტალი და ეხლა ჩაშვები რეჟიმში ასევე აპლიკაცია სატელეფონო თითოეულ ადამიანს რო ქონდეს ონლაინ რეჟიმში, ვინც ავტობუსებით და მეტროთი მგზავრობს, როდის, სად, რა მარშრუტით ოპტიმალური უნდა არჩევს, ანუ კომპანია გაჯანსაღდა, კომპანია დაემსგავსა თანამედროვე კომპანიას ისეთი როგორც უნდა იყოს, მაგრამ დღეს ვითარება არის რთული, მე საერთო კონტექსტში განვიხილავდი ამ პრობლემას, რომ ჩვენ ყველგან ვხედავთ გაფიცვებს, მაგრამ როდესაც გაფიცვა ხდება სატრანსპორტო სისტემაში და აქვე აღნიშნავ, რომ ეს გაფიცვა იყო ყველა კანონის დარღვევით ჩატარებული, იმიტომ რომ გაფიცვას აქვს თავის წესი და რიგი, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე რეაგირებას შესაბამისი ორგანოები ან ვერ არ ახდენენ, მაგრამ ამასაც ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა. თავარი ჩემთვის და ჩვენი კოლექტივისთვის არის ერთი, რომ თბილისელებს არ შეექმნათ დისკომფორტი იმისათვის, რომ თქვათ იქ ვიღაცას რაღაც პოლიტიკური ანგარიშწორების სურვილი აქვს. ეს რომ გამოირიცხოს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, გადავცეთ მთლიანად კომპანია, როგორც არის რკინიგზა, ამიტომ რკინიგზა მსგავსი ესე ვთქვათ სატრანსპორტო კომპანია და ამიტომაც მაგალითად მომყავს, გადავცეთ ეკონომიკის სამინისტროს და დანიშნოს ახალი ხელმძღვანელი და შესაბამისად ამითი ამოიწუროს ყველა ის საკითხი და ხვალ დილიდან მაინც თბილისელებმა ისარგებლონ ავტობუსის მომაცემად. მადლობა ბატონო გიგი და ჩვენი საუბრის ბოლოს რაც შეეხება ხელმოკლე თბილისელებისათვის დახმარებებს. მთელი კვირა მიდიოდა ეს დიალოგი და კვირის ბოლოსათვის ესეთი სურათი დაიხატო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერიამ უკანონოდ გახარჯა თანხები და ამის გამო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო მერაბიშვილმა თითქოს ცენტრალურ ბიუჯეტს ბრჭყალებში აკიდა ეს ვალდებულება. თქვენ კი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ახლა ასესჯით თბილისელებს, რომელთა უმრავლესობამ არჩევნებში ხმა არ მოგცათ. აი თქვენი პოზიცია როგორია ამასთან დაკავშირებით? ღიმილის მომგვრელია და სამწუხაროა და თვითონ ის ფაქტი, რომ 4 შესაძლო ვარიანტი წარდგენილი იყო ამ პრობლემის მოგვარების მთავრობაზე და პრემიერმა არც ისურვა მისი განხილვა. უკვე მოწმებს იმას, რომ ამ ხალხს არ აქვს სურვილი და ყველაფერს განიხილავს პოლიტიკური ანგარიშწორების ჭრილში. თვითონ სურათი თვითმეტყველი იყო და ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ცენტრალურ მთავრობას არ აქვს სურვილი გადაწყვიტოს. სხვათა შორის ეს ინიციატივა, რომელიც ეკონომიკაზე გადაცემას გულისხმობს, ამ კუთხითაც მე მგონია, რომ იქნება გონივრული, ვინაიდან მთავრობა შეეძლება უკვე თავის კომპანიას გაუკეთოს სუბსიდირება. ანუ ყველა კუთხით ჩვენ მივიღებთ დაალაგებულ სურათს, რითაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისელები ისარგებლებენ. ამიტომ ამ კუთხითაც მე მიმაჩნია, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება იქნება და მე იმედი მაქვს, რომ ცენტრალური მთავრობა დათანხმდება ჩვენ ამ წინადადებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ კოლიზიაში შევალთ, მივიღებთ სურათს და ეს აღარ ეხება მარტო ტრანსპორტს, ხვალ შეიძლება ანალოგიური მოხდეს ნებისმიერი გინდა კერძო კომპანია, რომელიც სოციალურად სენსიტიური კომპანია, იქ არის თქვათ წყლის მომარაგება, გაზის მომარაგება, დენის მომარაგება, დასუფთავება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შეიძლება შევიდეთ იმ სპირალში, რომლიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება და ამაზე ბუნებრივია პასუხისმგებლობა ყველა მოქმედ პოლიტიკოს მოუწევს. ჩვენ პირადად მე არ გაურბივარ არასდროს პასუხისმგებლობას, ყოველთვის ვცდილობ, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გადავწყვიტოთ ეს საკითხები, მაგრამ
თავადაც ხედავთ რა სურათს ვიღებთ სურათს რომ ამ ყველაფრით უნდათ манипуლირება, ამ ყველაფრით უნდათ ამ საკითხის პოლიტიზირება, პოლიტიკური დივიდენდების მიღება, ესეც შეიძლება ლეგიტიმური სურვილი იყოს, ოღონდ როდესაც თბილისელები და მოქალაქეები ზარალდებიან, არ ამგონია ეს რომ ვინმესთვის ხელსაყრელი იყოს. ამიტომ მე მიმაჩნია რომ ეს ერთადერთი სწორი გონივრული გადაწყვეტილებაა და ხვალვე ჩვენი ქონების მართვის სამსახური მოამზადებს, დაიწყებს ამ გადაცემის პროცედურას და მე იმედი მაქვს რომ ეკონომიკის მინისტრი და ცენტრალური მთავრობა დათანხმდება, აიღებს კომპანიას თუ პროცედურები არის საჭირო, მე მზად ვარ გამოყონ პიროვნება, რომელიც ფორმალურად დაინიშნება კომპანიის ხელმძღვანელად, იმისათვის რომ გადაცემა მოხდეს ამ კომპანიის უმტკივნეულოდ და შემდეგ უკვე გადაცემის დასრულების შემდეგ აიღოს სახელმწიფომ და მართოს ეს კომპანია თბილისელების სასარგებლოდ. დიდი მადლობა, ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, პოსტსკრიპტუმის ეთერში საუბრობდა